გამარჯობა, მე ვარ თინათინ გოგოჩაშვილი. პროექტს, რომელსაც YouTube არხის სახით გთავაზობთ, ეწოდება კიბენი. ის ეძღვნება ლიტერატურას, მოიცავს სიტყვებს, თემებს, სიუჟეტებს, რომლებიც მოქმედებენ ლიტერატურის სივრცეში, ქმნიან ლიტერატურის სამყაროს. სწორედ ისე, როგორც ცხოვრებაში, აქაც ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ მკითხველი რაგვარი მოლოდინითა და განწყობით იღებს წაკითხულს, რაგვარ შინაგან სამყაროს ახვედრებს მას. გთავაზობთ პირველ გადაცემას ციკლიდან, რომელსაც პოლისემია ეწოდება. პოლისემია სიტყვის აზრის მრავალმნიშვნელოვნებას ნიშნავს. საუბრობთ წიგნებზე, საუბრობთ თემებზე, ქართული და უცხოური ლიტერატურის მიხედვით. საუბრობთ ლიტერატურულ მიმართულებებზე, საუბრობთ იმ უხილავ შრეებზე, რომელთა შორის ცოცხლდება სიტყვა და იბადება კავშირი ტექსტსა და მკითხველს შორის. ჩვენი გადაცემა არის მცდელობა იმისა, რომ ლიტერატურა მკითხველისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველისთვის დარჩეს მუდმივად საინტერესო, ცოცხალი და ახლობელი. პოლისემია გვიბიძგებს თავისუფლად გავიაზროთ ტექსტი, მივიღოთ ის მანამდე შეუცნობელი აქცენტებით და ზოგჯერ მნიშვნელობითაც კი. გადაცემები მიმდინარეობს დიალოგის სახით და YouTube არხზე განთავსდება ყოველ ხუთშაბათს 18 საათზე. დღევანდელ დიალოგში მონაწილეობთ მე, თინათინ გოგოჩაშვილი და ლელა წიქარიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. გამარჯობა ლელა. მოგესალმებით, ნა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა. ჩვენთვისაც. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყუს ხიზნებზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები არა მხოლოდ თავად მიხეილ ჯავახიშვილის, არამედ ერთ-ერთი სერიოზული მოვლენა ქართულ ლიტერატურაში. ამაზე ალბათ და ლელა განსაკუთრებით იკვლევს სწორედ მიხეილ ჯავახიშვილს უკვე მრავალი წელია. მაგრამ მანამდე ვიდრე ამ თემაზე გადავედოდეთ, მინდოდა 2-3 სიტყვა გვეთქვა იმაზე, თუ რას ნიშნავს პოლისემია, სხვაგვარად ინტერპრეტაცია ნაწარმოების. იცი, დღეს არის ესეთი პრობლემა სერიოზული და მე მგონი შენ ამაში დამეთანხმები, რომ სოციალური ქსელები ჩვენამდე, ანუ მკითხველამდე, მსმენელამდე, მაყურებლამდე მოიტანენ ისეთ ნაკადებს, ინფორმაციულ ნაკადებს, რომელიც არის სრულიად გაუფილტრავი. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ პოლისემიურ აზროვნებაზე, ამ ნაწარმოების ინტერპრეტაციაზე, ერთგვარად სახიფათო მოვლენა შეიძლება ეს იქცეს, იმიტომ რომ ერთია თავისუფალი გააზრება ტექსტისა, როდესაც მას იაზრებს, თქვათ, მკვლევარი ან და თუ შეიძლება ისეთი ტერმინი არსებობდეს პროფესიონალი მკითხველი და მეორეა, როდესაც ადამიანები მოარგებენ ხოლმე მას სხვადასხვა ვითარებას, მიაწერენ მწერალს ისეთ რამეს, რაც მას არასოდეს უფიქრია, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ეხლა შენ რაიმე მაგალითი შემოგთავაზო იმისთვის, რომ ჩვენ დაახლოებით წარმოვიდგინოთ ის თავისუფალი აზროვნებას, თავისუფალი ინტერპრეტაციაც ამას თუ იმ ნაწარმოების რაგვარად შეიძლება მოექცეს ჩარჩოებში, რომ ამავე დროს თქვათ თავგასულობა არ გვექცეს ავტორთან თუ ტექსტთან დამოკიდებულება. აბა რას მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ლიტერატურას, ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციას, მათ მრავალფეროვან წაკითხვას და სოციალურ ქსელებიც ხოთი შორის გვეხმარება. ამაში უცებ ისეთ ინტერპრეტაციას წაიკითხავ, დიდხანს რომ გეძებნა და ბევრს რომ ასე ვთქვათ, დიდხანს გიყრია ვერ მიაგნებდი, ან ძალიან დიდი შრომა დაგჭირდებოდა, რომ გეპოვა აზრი, რომელიც აი თურმე არსებობს ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ. და ეს ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან მრავალგვარ ინტერპრეტაციაზე ძალიან საყურადღებო და საინტერესოა, რა თქმა უნდა, მკვლევრებისთვის პირველ რიგში, როგორ იკითხება ესა თუ ის ტექსტი, როგორ მიაწერენ ამა თუ იმ ტექსტს, ამა თუ იმ ავტორს იმას, რაც სურთ რომ მიაწერონ, იმიტომ რომ დღეს ძირითადად თუ მრავალფეროვნება ვლინდება სწორედ ამ კუთხით, როგორ ბრჭყალებში გადავქაჩოთ რომელიღაც კლასიკოსი ავტორის საკუთარ პოლიტიკურ, სოციალურ დისკურსში, როგორ გადავიყვანოთ იგი და ვაქციოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს მხარდამჭერად და ჩვენი ნააზრევის თამხვედრად მიმიჩნიოთ მისი ესა თუ ის ნაწარმოები. თუ შეხედულება, ამას უკვე მივეჩვიეთ და იოლად ამოსაცნობიც არის. აი ქართულ ლიტერატურას ინტერპრეტაციათა მრავალფეროვნება
აღენიშნა უფრო გამოკვეთილად სწორედ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როცა შემოვიდა ერთგვარი ალეგორიული ენა გაჩნდა, კოდი, შიფრი, ლიტერატურული ალეგორია, წარმოიშვა ისეთი ნაწარმოებები, როგორებიც არის მაგალითად აკაკი წერეთლის ოიამას ვენაცვალე და ასე შემდეგ ხამურა. ესეთი ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციის მრავალფეროვნება, სხვადასხვა კუთხით წაკითხვა, იმთავითაც ზედაპირზე და ცალსახა იყო, მაგრამ მანამდეც დაიწერა ერთი ისეთი ნაწარმოები მე-19 საუკუნის დასაწყისში პირველ ნახევარში, რომლებმაც მე მახსენდება მაგალითად ყველაზე აქტუალური დღემდე საინტერპრეტაციოდ და მრავალფეროვანი კითხვისების კუთხით წაკითხვათა ნაირგვარობებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი საფლავი მეფისა ირაკლისა. რომელიც დღესაც ძალიან აქტუალურია, აქტუალური ხდება მუდმივად ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის, რუსული მმართველობის და რუსული, ასე ვთქვათ, რუსულთან ყველაფერთან დაკავშირებული თემებისა და ნარატივების კონტექსტში ეს ტექსტიც აქტუალური ხდება მუდმივად. მრავალგვარი ინტერპრეტაცია არსებობს. ის, ვინც დღემდე ქვეყნდება, აი 2017 წელს ძალიან საინტერესო ორი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ბატონი თემურ ასდოიაშვილის, ბატონი ლევან ბრეკაძის, აი ახლა კიდევ ბატონი მაია ცერცვაძე შეეხო ამ თემას. კლასიკა არის პავლე ინგოროყვას, შემდეგ უკვე გურამ ასათიანის კვლევები, მიმოხილვები და ძალიან საინტერესო აკაკი ბაქრაძის თვალსაზრისი. ეს ლექსი ეძღვნება ერთ გარუსებულ ქართველს. მიხეილ პეტრესე-ბარათაევს. მიხეილ პეტრესე-ბარათაევი იმდროინდელი ტრენდული მასონური ორგანიზაციის წევრი იყო. მისი წინაპარი ვახტანგ მე-6 სამალის წევრი გახდა და ასე მოხდა ეს ოჯახი რუსეთში და იქვე ჩამოყალიბდა მიხეილ ბარათაევი როგორც პიროვნება და როგორც ცხოვრობდა. მათ თავენ სახელობის სოფელიც დააარსეს სიმბირსკის გუბერნიაში ბარათაევკა ერქვა სახელად და მიხეილ ბარათაევი ჩამოვიდა საქართველოში, გაეცნო თავის ნათესავებს, თავისი გვარის წარმომადგენლებს, მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელმაც მას მიუძღვნა ეს ლექსი. არის ინტერპრეტაციათა მთელი სპექტრი, რომ ეს ლექსი გამოხატავს პოეტის მიმხრობას, ასე ვთქვათ, საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ვექტორისკენ ჩრდილოეთის მიმართულებით, რომ პოეტი მხარს უჭერს, ასე ვთქვათ, რუსეთთან კავშირს და რუსეთთან შეერთებას. ეს საბოლოო ჯამში მან გადაწყვიტა დილემა, რომელიც იდგა დიახ, ბედი ქართლისას დისკუსიაში გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, პრაგმატული და არა დაუშვათ ემოციური თვალსაზრისით. მოგვიანებით გაჩნდა ძალიან დიდი მიუღებლობა ამ ინტერპრეტაციის მიმართ და შემოვიდა ასეთი დისკურსი, რომ ეს ტექსტი პოლიტიკური რომანტიზმის ნიმუშია. აკაკი ბაქრაძე წერდა, რომ ეს არის ირონია, რომანტიკული ირონიის ნიმუშია. ის წერდა, რომ ეს არის ირონიული ტექსტი, განსაკუთრებით ფრაზა დავსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აჩენი ძენი, ეს უნდა წავიკითხოთ მხოლოდ ირონიულად, სხვანაირად მერანის ავტორს, ასე ვთქვათ, პირდაპირი გაგებით, მერანის ავტორისგან პირდაპირი გაგებით ამ ფრაზას ვერ წავიკითხავთ და ვერ მივიღებთ. დიახ. ამ ინტერპრეტაციის მხარდამჭერი არის მოგვიანებით თანამედროვე ინტერპრეტატორები, თუმცა ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ამ ტექსტის მიღმა დგას პირველ რიგში მიხეილ ბარათაევი, გარუსებული ქართველი, რომელმაც თავისი განათლებით, როგორც ჩანს, და კულტურული დონით ძალიან მოხიბლა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ის იყო ქართული ნუმიზმატიკის მიმართულების დამაარსებელი. ნიკოლოზ ბარათაშვილმა როგორც ჩანს, სწორედ ეს მხარე რუსეთთან შეერთებისა იქ ხაზგასმულია განათლება, სიმშვიდე, კასპიის ზღვისა თუ შავი ზღვის მხარეებიდან, ანუ თურქების, ოსმალების შემოსევები და ირანის, სპარსეთის შემოსევები, რადგან აღარ გვაწუხებდა უკვე ამ დროისთვის 42 წელს დაიწერა ეს ნაწარმოები და
წარმოდგენილი ამ ლექსში რომ ლირიკული გმირი დგას საფლავის წინაშე მეფე ერეკლესი და მიმართავს წინაპრის დიდ აჩრდილს და საფლავს. აი ჩემი აღქვით როგორც კითხველის ეს უფრო მიხეილ ბარათაევის მონოლოგია, რომელსაც გადმოსცემს ერთგვარად ნიკოლოზ ბარათაშვილი მოვლენებს აფასებს და აღიქვამს ამ შემთხვევაში უფრო ბარათაევია ვიდრე ნიკოლოზ ბარათაშვილი და მასაც ეძღვნება ხაზგასმით ავტორი მას უძღვნის. რა თქმა უნდა ყველა ინტერპრეტაცია აქვს არსებობის უფლება და მით უმეტეს ასეთი ტექსტების აღქმა სხვადასხვა კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ დისკუსიას იწვევს, მაგრამ აი სად გადის ამ დასაშვებობის ზღვარი? მაინც მიუხედავად იმისა, რომ ავტორის პოზიციები მე-20 საუკუნეში, მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან უკვე დასავლური ლიტერატურის ცოდნებაში ცოტა შეირყა, ავტორი მოკვდა, ავტორის სიკვდილი ეს ცნობილი დებულება, ცნობილი მიმართულება, მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც ავტორს უკავშირდება. პირველ რიგში ჩვენ ალბათ კითხველებს უნდა მოუწოდოთ, ან ვურჩიოთ ყველას, როგორც მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომ პირველ რიგში დაუკვირდნენ ავტორის კონცეფციას, ავტორის შეხედულებას მივიდნენ ახლოს ავტორთან, ავტორის წვდომა, მისი ჩანაფიქრის, მისი ეპოქის კონტექსტის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის შემდეგ უკვე შეიძლება აშენდეს ნებისმიერი ინტერპრეტაცია გარკვეულ ლოგიკურ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მომხმარებელი და ანგაჟირებული დამოკიდებულებისგან შორს. ნამდვილად. და ალბათ ეს დამოკიდებულება უნდა გქონდეს თავად ჯაყოსხიზნების მიმართ, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს მოგვიწევს საუბარი. როგორც აღნიშნე, ეს მართლა ძალიან ვრცელი ნაწარმოებია თავისი შინაარსით და დიდი ინტერპრეტაციების საშუალებასაც იძლევა, ამიტომ ყველაფერზე ალბათ ჩვენ ერთ გადაცემაში ვერ ვისაუბრებთ და შევთანხმდით ასე რომ აი თხრობის ტექნოლოგია როგორია ამ ნაწარმოების და როგორია სიმბოლოები, რომელიც მასში ჟღერდება და ჩვენ ამას ყოველწუთას ვხედავთ და პირველი რითაც მინდა დავიწყო ეს არის შინაარსი უძღებიშვილის იგავის, რომელიც როგორც შენაი წინასწარ საუბარში მითხარი, მე ამ ხრივ არასოდეს არ დავფიქრებულ ვარ, გულწრფელად შემიძლია გითხრა, რომ ამ კუთხით არ დავფიქრებულ ვარ ჯაყოსხიზნებზე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა პერიოდი იყო, როდესაც აი სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც კი ვკითხულობდი აი ამ კონტექსტში, დაბრუნების კონტექსტში. როგორ ბრუნდება აუცილებლად ადამიანის სადღაც და თანამედროვე ლიტერატურაში ხო ეს ჩვენი საყვარელი ცნობილი ფრაზა, სადღაციდან დაბრუნება, ეს დომენიკოს ბავშვობის დროინდელი, ბალღობის დროინდელი თამაში იყო, გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი და სხვათა შორის აი ჩემთვის ძალიან საყვარელი ხარ უკითხა ჯემალ ქარჩხაძესთან არის ზუსტად ერთი ეპიზოდი, არ ვიცი ხარ რა შენამდენად გახსოვს ეს ქარავანშია ეს, როდესაც მთავარი გმირი ჯერ კიდევ ბავშვობაში ატარებს ექსპერიმენტებს შეძლებს თუ არა რომ არ დაბრუნდეს. საიდანაც მიდის, აბა იქიდან შეძლებს თუ არა დაუბრუნებლობას და ყოველ ჯერზე მარცხით მთავრდება, ანუ მას ბავშვობიდან და გამახსენდა იმ დაბრუნების თემასთან ყველაზე მეგა დაბრუნება, კაშკაშა დაბრუნების ნარატივი მსოფლიო ლიტერატურაში, ოდისევსის დაბრუნება, ითაკას თემა. როგორ გადაიქცა თავისთავად ითაკა, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან დატვირთულ მრავალშრიან და პოლისემიურ სიმბოლოდ ბერძნულ ლიტერატურაში. არაჩვეულებრივად თარგმნილი ქალბატონი იზაურ ჯონიკიძის მიერ კავაფისის ლექსი ითაკა ძალიან მნიშვნელოვანია. დაბრუნების. ხო და ასე რომ ეს დაბრუნება, ხო, აი ამ შემთხვევაშიც თუ ჩვენ თეიმურაზ ხევისთავს შევხედავთ ესე პერსონას, რომელიც უნდა დაბრუნდეს აუცილებლად, ანუ უძღების შვილი, რომელიც განერიდა მამას და შემდეგ უნდა დაბრუნდეს, ალბათ ეს მთელი პროცესი შეიძლება მოიხაზოს ესე, აი რომელი წერტილია ის წერტილი, აი რომ დავიწყოთ თავიდან, როდესაც თეიმურაზე წავიდა ყველაზე შორს და უნდა დაიწყოს მისი დაბრუნების პროცესი. აი თუნდაც სიუჟეტურად როგორც სიუჟეტურად ამბავი თანამედროვეა, მწერლის თანამედროვე 24 წელს დაიწერა, 1924 წელს, 25 წელსაც გამოიცა, ანუ ლევანდელი წელი და შარშანდელი წელი ამ რომანის ასწლოვანი, საიუბილეო წელია, მისი გამოქვეყნება გამოცემიდან და მისი ასე თქვათ ფართო გავრცელებიდან.
და რომანი იწყება ორი პერსონაჟის, ორი კონტრასტული ტიპის შეხვედრით, ერთის გაძვალებული მარჯვენა, მეორის დათვურთათში ჩაიმალა, მწერალი ესეთ კონტრასტულ ხერხს მიმართავს, თუმცა ორივე საერთო მდგომარეობა აქვს მეტყველების ხარვეზი, ერთს ენა ებორციკება, ხოლო მეორე არასწორი ქართულით მეტყველებს. და ამის შემდეგ თეიმურაზ ხევისთავი წარჩინებული ოჯახის შვილი 10 საუკუნოვანი გვარის ნაშიერი 20-იან წლებში, სწორედ 24 წელს ხდება თბილისის ქუჩაში ხდება თავის ნამოურავალს, რომელიც უცნაურად გასუქებულა, გადიდებულა და მაშინ, როცა თეიმურაზი უკიდურესად დაკნინებული ღირსება შელახულია, უკიდურესად ასე თქო დაქვეითებული, მწერალი ხაზს უსვამს გამუდმებით იმას, თუ რა რეალობა რა მოიტანა საბჭოთა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებამ, რომან აღაზევა გაადიდა, გაასუქა და აღაზევა და წარმოაჩინა ჯაყოები, ხოლო თეიმურაზის მსგავსი მართალია სუსტი შეცდომებით, თავისი შეცდომებით, მაგრამ მაინც განათლებული და კულტურული ფენა უკიდურესად დააკნინეს. ხაზგასმა პოლიტიკური, სოციალურ-პოლიტიკური აქცენტი მუდმივად გასდევს ტექსტს და თეიმურაზი აღმოჩნდება წარმოდგენილია როგორც ერთგვარი აუტსაიდერი, რომელსაც ყველაფერი დაკარგული აქვს, ყველაფერი შემოძარცული. და ავტორი მას რომანის პირველ ნაწილშივე უძღებს შვილს, ასე მოიხსენიებს პირდაპირ მასთან მიმართებით გამოყენებულია არა მხოლოდ სახარებისეული ეს ფორმულირება, არამედ კიდევ არაერთი განსაკუთრებით მწიგნობარი სახარებისეული კონოტაციით. აი თეიმურაზი თუ უძღებიშვილის იგავს გავიხსენებს და იგავის მიხედვით წავიკითხავთ, სქემა ძალიან გამჭვირვალეა. ზედაპირზე დევს ნებისმიერ ელემენტარულად ამ იგავის წამკითხველ, მცოდნე მკითხველს იოლად შეუძლია მისი დაკავშირება თეიმურაზთან. შვილმა მამას მოსთხოვა თავისი წილის ამკვიდრებელი და შემდეგ ეს ამკვიდრებელი გაფლანგა. უზნეო მანკიერი მდგომარეობებით, ასე ვთქვათ, შეპყრობილ ადამიანთა წრეში. თეიმურაზთან თუ დაუკავშირებთ თეიმურაზ ამ მდგომარეობას, ეს არის სწორედ მისი ცხოვრების ის ეტაპი, როცა ჯერ კიდევ მამისეული წინაპრების ქონების ხარჯზე ის ცხოვრობდა, სრულიად დაუდევრად ფანტავდა, ფლანგავდა ამ ყველაფერს და ქართლში განთქმულ საყანურებს ერთი მეორეზე მიყოლებით, გროშებად, კაპიკებად ყიდა სრულიად დაუდევრად, ისე როგორც გაყიდა მან ძვირფასი ტყე. ანუ ეს ქონება ნელ-ნელა ილევა, ძირითადად სანამ თეიმურაზი მესაკუთრეა, ჯერ კიდევ მაშინ ილევა და ქრება თეიმურაზის დაუდევრობით და აი ამ მდგომარეობას შემდეგ უკვე მოყვება ბოლშევიკური მმართველობის დამყარება, საბჭოთა რეჟიმი. თეიმურაზის არძევით შეხვდა, მერე დაიბნა, რატომ არ გავდა მწიგნობართა იგულისხმება, რა თქმა უნდა, მარქსის მწიგნობართა მიერ აღწერილ 60-ს და დაპირებულ 60-ს ის რეალობა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მოიტანა და თეიმურაზი კარგავს უკვე ყველაფერს, კარგავს კერძო საკუთრების უფლებას, ის აღარ არის მესაკუთრე, მას თბილისის 6 ოთახიანი ბინაც ჩამოართვეს, შეამოკლეს, თეიმურაზის შეკვეცეს და ბნელ სარდაფში შეკეტეს ჯაყოსთან, თემარგოსთან ერთად. უკიდურესად დაკნინებული თეიმურაზი მიდის ნაშინდარში, ბრუნდება ნაშინდარში, სრულიად დიდი ილუზიებით, რომ იქ გადაიშლება მისი ცხოვრების ახალი ფურცელი, რომელსაც ის არ პატრონობდა, არ უვლიდა და ყოველთვის მეწველ ფურად აღიქვამდა, სადაც გული არ უდგებოდა არასოდეს. ლელა, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ კოშკზე, რომელიც ეკუთვნით ხიდისთავებს. ყველანაირი ქონება, რაც გადარჩა თეიმურაზ მამისაგან, არის საუკეთესო, მშვენიერი, დიდებული, ყოველ მხრივ. და აი კოშკიო ჯერ კიდევ მამამისის დროს იყო თავმონგრეულიო. აი ეს თავმონგრეულობა რას განასახიერებს? კოშკი თავმონგრეულია, იმიტომ რომ აი ამ თავადაზნაურობას უკვე დაკარგული აქვს თავისი მთავარი ფუნქცია, ის რომ უნდა იყოს მებრძოლი, შემტევი, დამცველი და ასე შემდეგ. ეს ფუნქცია აქვს უკვე დაკარგული. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიდრე თეიმურაზი გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ასპარეზზე. ჯერ კიდევ მამამისის დროს. აი ამ თქვენს ინტერპრეტაციას, თქვენს ასე ვთქვათ, წაკითხვას, ჩემი აზრით განამტკიცებს ის, რომ
ხევისთავი თავისთავად გვარად არ არის ქართულ ტრადიციაში დამკვიდრებული, მაგრამ ხევისთავი იყო თანამდებობა იმ დროინდელი ქართლის მეფე აწესებდა, მან დააწესა ხევისთავის თანამდებობა, ხევისთავად გინდებოდა რომელიმე გავლენიანი წარჩინებული მემამულე ციციშვილი იქნებოდა თუ სხვა გვარის ფუნქცია იყო საკუთრების დაცვის პოლიციის მესვეურობა. ხევისთავს უნდა მოესმინა ქონების დატაცების, ძირითადად საქონლის მესაქონლეების არალდებოდნენ ხოლმე, გაიტაცებდნენ ფარას, ნახირს და აი საჩივრები უნდა მიიღო მოესმინა ხევისთავს. უნდა მოეკვლია რამდენადაც მას შეეძლო გამოძიება, ასე ვთქვათ, საქმისა. ეს ნებისმიერ სოციალურ ფენაში თუ მხოლოდ აზნაურობაში? არა, ხევისთავი იყო გავლენიანი თავადი თავისთავად და მას გლეხისა თუ თავადის უნდა მოესმინა ასეთი, ასე ვთქვათ, საჩივარი და თუ რამდენადაც შესაძლებლობა ექნებოდა, უნდა გამოეძიებინა ეს საქმეები და აენაზღაურებინა ზარალი, გამოევლინა ქურდები და ხელი შეეწყო, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ სამართალს პური ეჭამა. თეიმურაზი ავტორმა მოგვივლინა როგორც ხევისთავი, მაგრამ თეიმურაზი არის ანტიპოდი თავისი ფუნქციის ის ვერ იცავს ვერაფერს. თავადაზნაურობამ თეიმურაზი თავადობამ დაკარგა ის ფუნქცია, დაკარგა და დაინგრა და დაირღვა მისი, ასე ვთქვათ, მხედრული ფუნქცია, თუ კოშკს სწორედ ამ კუთხით წავიკითხავთ, როგორც შენ ბრძანე, ამავე დროს მისი გვარით განსაზღვრული აი ეს ფუნქცია თეიმურაზმა ვერ გაამართლა. და რაც შეეხება აი ამ ქონებასთან დამოკიდებულებას, იმის გარდა რომ ეს არის უკიდურესად სუსტი, ის არის ამავე დროს გულგრილი. ყველაფერი იმის მიმართ, რაც მას დარჩა. მთელი ეს მემკვიდრეობა მისთვის, ხო, აი მისი გულისა და სხვაგან არის. მისი გული სხვაგან არის. მისი გული არის უცხოეთში, უცხოთა საქმეებში. მისი გული მოცულია საოცარი, ავსებულია საოცარი ამპარტავნებით, რომ მაშინ მარგო იყენებს ამ ფრაზას, სიტყვას, შენისთანაც სუდმედიტი სატანაც არ იქნება ის მიმართავს. თეიმურაზის გულში გამუდმებით ტრიალებს უცხო ქვეყანათა ამბები გულსა და გონებაში. უცხო ქვეყანათა ამბები ისე საუბრება ლუი ჯორჯ კლემანსოს, აინტერესებს ახალზელანდიელ ქალთა საარჩევნო უფლებების საკითხი, მაგრამ გულისხმიერად არ ეკიდება იმას, რაც მის ცხვირწინ ხდება. ის რაც მის ქონებას უკავშირდება. განსაკუთრებული ტოლო აი ერთხელ როდესაც ის გასცქერის ამ თრიალეთის ქედს და იქაური შუქრჩრდილებით ტკბება, ის ამბობს, რომ აი დასავლეთი რა მშვენიერია და ყველაფერი კარგიც ხომ სწორედ დასავლეთიდან მოდის და ის ჩამოთვლის იმ მართლაც ყველაფერ კარგს, რაც არაჩვეულებრივად გახსოვთ ტექსტი მინდა გითხრა და ყველა კითხვის გასაღები ტექსტშია, ტექსტის, ასე ვთქვათ, ტექსტთან მიდის ყველა კავშირი. დასავლეთს კიდევ რამდენჯერმე ახსენებს თეიმურაზი და ერთგან ძალიან ირონიულია ერთ ადგილას ის თეიმურაზის მიმართ. თეიმურაზი დასავლეთისკენ იყურება მაშინ, როდესაც მარგო ჯაყოს ქალაქში წაიყვანს 5 დღით. თეიმურაზი საღამოობით ადის პირმონგრეულ კოშკზე და იქიდან ხანგრძლივად გაჰყურებს დასავლეთს. თითქოს თავის საარაკო საბედოს იქედან მოელისო. ეს ჩემი ინტერპრეტაციით, ჩემი აზრით არის მინიშნება იმ ილუზიებზე დასავლეთის მხარდაჭერის, დასავლეთის მხრიდან დახმარების მიღების, რაც 20-იან წლებში, 24 წელს აჯანყების პერიოდში, ამ სამზადისის პერიოდში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს საქართველოში არალეგალურად მუშაობდა და ცდილობდა, რომ აჯანყება მოემზადებინა, მათ ჰქონდათ ასეთი ილუზია. თავისთავად დასავლეთი არ არის უგულებელყოფილი როგორც ღირებულება და ყველაფერი სიკეთე ამაში ვერავინ ვერ შეედავება ამ ფრაზების ჭეშმარიტებაში და ღირებულებების, განათლების, კულტურის კუთხით, მაგრამ დასავლეთის მიმართ ილუზორული, არასწორი, არაჯანსაღი დამოკიდებულება, რეალობის არასწორი აღქმა, დეფორმირებული აღქმა, რითაც ცნეულია თეიმურაზის ცნობიერება, ეს ამ მიმართებაშიც ჩანს დასავლეთის მიმართ დამოკიდებულებაში. მეტიც მე მახსენდება სოფიო ჩიჯავაძე კედიას
მოგონებები, ეს ქალბატონი 102 წლისა გარდაიცვალა სპირიდონ კედიას მეუღლე პარიზში და დაგვიტოვა ძალიან ვრცელი მემუარები, ნასმე ნახული. არის გამოქვეყნებული და სოფიო იგონებს, რომ ის შალვა რეჯიბის ახლობელი იყო, შალვა გახდა 24 წლის აჯანყების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ჩართული, ძალიან აქტიურად ჩართული პირი, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოღვაწე, მწერალი, პოეტი, ჭაბო ამირეჯიბის ბიძა მოხსენებათ და შალვას ეუბნებოდა სოფიო აფრთხილებდა ის პირდაპირ პირველი პირის ფორმით წერს, რომ ნუექნებათ იმედი იმ თანხების, რომლებსაც გარკვეული არხებით იღებენ თუნდაც პოლონეთის მთავრობისგან და სხვა მხარდაჭერებს ამ სუბსიდიების ამ თანხების იმედი რუსებთან საბჭოთა ხელისუფლებასთან აი ბოლშევიკურ მართლობასთან ბრძოლისას ეთმეტად დაეყრდნობიან. სოფიო ჩიჯავაძე სკეპტიკურად იყო განწყობილი, ხოლო შალვა ამირეჯიბი და მისი ასე ვთქვათ ის ჯგუფი, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა შედარებით ოპტიმისტურად. ასე რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია რომანში არ ეკლილია იმდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, პოლიტიკურ მოღვაწეთა, პოლიტიკური კლასის შეხედულებები. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განასიტყვებს თეიმურაზი და თუ დაუბრუნდებით უძღებს შვილს. აი ყველაზე დრამატული იგავში შემოbrunების წერტილი, დაბრუნების იმპულსი, ეს არის ის ეპიზოდი, როცა უძღების შვილი მოხდება მხურების სამწყემსურში და იქ მოეგება გონს, აი უკიდურესად ბიციერ და ესეთ დამამდაბლებელ გარემოში ის მოეგება გონს და გაახსენდება თავისი მამა, რომლისგან ბოძებული სამკვიდრებელი მან ასე დაუფიქრებლა და უზნეოდ გაფლანკა და ეგ დაფიქრდება, ის შეინანებს წრფელად და გადაწყვეტს დაბრუნდეს მამასთან და შემდეგ უკვე იწყება იგავის მეორე ნაწილი. მე მგონია აი მარგოსთან დამოკიდებულებაც მაგ დროს იცვლება მაშინ, როცა თეიმურაზ თვალები ეხილება, მაშინ, როდესაც ის აღმოჩნდება ჯაყოს დუქანში. ჯაყოს დუქანში იძულებით შესახლებული თეიმურაზი, გამოგდებული თავისი სახლიდან, მეუღლისგან განშორებული ჯაყოს მიერვე, აი აქ ის მოდის გონს და გაუველვებს ის ფიქრი, რომელსაც კარგახანია, რომელიც მას კარგახნის წინ უნდა გასჩენოდა. რა ხდება მის ცხოვრებაში, რა ხდება მის ოჯახში, გარდა იმისა, რომ ჯაყო მისი ქონება მიიტაცა, მთელი სოფლის დასანახად ყველას თვალწინ თეიმურაზის ძოლი მან ხასად გადააქცია. ყველა ხდება ამას გარდა თეიმურაზისა. თეიმურაზი ამას მიხვდება, ანუ მისი ცნობიერება რეალურ კონტექსტს უბრუნდება მხოლოდ უკიდურესი სიმდაბლის დაკლინების, უკიდურესი ბიციერების ადგილში ჯაყოს დუქანში მურდალ სამიკიტში, როგორც წერს მწერალი. და აქ მარგო სხვათა შორის მე მგონია, რომ სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს სხვადასხვა ეტაპზე. ესეთი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ აი აქ ამ შემთხვევაში მარგოს ნიშნულობა, როდესაც ცოცხლდება თეიმურაზის არსებაში, აი ამ შემთხვევაში როგორი დატვირთვა აქვს მარგოს ამ ვითარებაში, როდესაც ხვდება თეიმურაზი, რომ მან დაკარგა მარგო. მარგოს მიმართ დამოკიდებულება იცვლება. ჯერ ის გმობს მარგოს და ყველაფერში დამნაშავედ თulis მიიჩნევს მარგოს. როგორც სიმბოლო მარგო. ლანძღავს მოგვიანებით მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. ამ ცვლილების ხაზგასასმელად ავტორი პირდაპირ სახარებისეულ ციტატას გვთავაზობს. ნუ მისცემთ სიწმინდეებს, ძაღლებს, ნურც დაუფენთ მარგალიტს, ხორებს. მარგო სახელის სემანტიკიდან გამომდინარე და ამ სახარებისეული პირდაპირ ციტატის მოშველიებით არის სწორედ უწმინდურ ძალთა წინაშე დაფენილი მარგალიტი, რომლის ბრალიც და დანაშაულიც არაფერი არ არის. ის თეიმურაზის უნიათობით აღმოჩნდა და ხელში ჩაიგდო ბოროტმა ძალამ, უწმინდურმა ძალამ, რომელმაც შებრალა მისი ბუნება და შემდეგ მთლიანად დაისაკუთრა. ასე რომ ეს არის იმ ღირებულებათა, ასე ვთქვათ, ღირებულებათა შორის, რაც თეიმურაზმა დათმო, გაფლანკა, დანაშაულებრივად უპასუხისმგებლოდ, ასე ვთქვათ, მხეც ხელში ჩაუგდო, მარგალიტის დათმობა არის, ასე ვთქვათ, ამ დანაკარგში ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი.
და ვიდრე გავაგრძელებდეთ იცი აი მარგოზე მე გამეჩნდა ცოტა კიდე სხვა დამოკიდებულება მათი ურთიერთობის დასაწყისის. თითქოს და მარგო უპირისპირდება ამ თეიმურაზის უნიათობას, თითქოს კარგად ხედავს რომ ეს არის უბრალოდ წიგნის ჭია და ამის იქით აღარ მიდის, მაგრამ ამავე დროს ისინი არიან მე ესე მეჩვენება არ ვიცი რაღაცნაირად თითქოს სწორფერნი არიან, აი ესეთი რაღაცა მწარე ირონიული მოქნება რო აქვს სიტყვის ესე ამბობს მარგოზე რამოდენიმე ამოჩემებულ გლახაკს განიკითხავდა მათხოვარს განიკითხავდა დღეღამეში 15 საათს ეძინა და ეს ამოჩემებული მათხოვრის განკითხვა ისეთი ირონიულია თვითონაც არ იცის რატომღაც გადაწყვეტს რომ აი ესენი განსაკუთრებულად უნდა ეცოდებოდეს ეს არის ქცევა ადამიანისა რომელსაც ვერ უპოვია თავისი ცხოვრების მიზანი მაგრამ შესაძლებელია ამაშიც ისევ თეიმურაზია დამნაშავე იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში თავწულის არს ქმარი რა თქმა უნდა თავწულის არს ქმარი რაც არ უნდა ასე ვთქვათ აქ ქრისტიანული ქორწინების დრამაა ქრისტიანული ქორწინების მარგოს პირით მწერალი ხაზს უსვამს რომ რაც მოხდება ამ ოჯახში თეიმურაზმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს ეს ეხება როცა ისინი ნაშინდარში წასვლას გადაწყვეტენ მე არ მინდა წამოსვლა მაგრამ გემორჩილები და რაც მოხდება შენს თავს დააბრალე სათავეში ამ ასე ვთქვათ ინერტულობის ურთიერთგაუცხოების ჯერ კიდევ მაშინ როცა ისინი 6 ოთახიან ვინაში კარგად და ასე ვთქვათ ესეთი კეთილდღეობით აღსავსენი ცხოვრობდნენ ამ პერიოდშიც თეიმურაზმა მარგოში არ აღძრა ის ასე ვთქვათ არ განავითარა ის მდგომარეობა ამ ცოლქრობამ რომ მარგოს ეპოვა უფრო მეტი საყრდენი და მიზანი ცხოვრებაში რომ მარგოს გასჩენოდა რაღაც კიდევ სხვა ვალდებულებები რაც ადამიანის მოღვაწეობას და ქრისტიანულ გაგებას ამ მოღვაწეობის ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო სავიდრე ისინი გავაკეთებდა ვიდრე ისინი დაიწყო მაშინ როდესაც მარგომ თეიმურაზმა მარგო გაზეთებს ამჯობინა გაზეთების ნაგლეჯებით ჰქონდა სისხლი ძარღვები გამოტენილი თეიმურას მარგო ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებას დაამშვენებდა მწერალი ხაზს უსვამს როგორი განათლებული კულტურული საუცხოო გარეგნობისა და დახვეწილი თავდაჭერის ქალბატონია მარგო თუმცა თეიმურაზი დღითი დღე მიძვრება წიგნებში სჭიავდება ქათმის გაფუფქულ ქათამს ემსგავსება ჩრჩილს ემსგავსება სხვათა შორის ავადმყოფობა თეიმურაზთან სნეულება მის მიერვე ხაზგასმულია მე არც აწყარი ვარ არც უბედური მე სნეული ვარ აი ძალიან საინტერესოა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები ბატონი თეიმურაზ ჯდოიაშვილის კიდევ არაერთი მკვლევრის რომლებიც უტრიალებენ სწორედ აი ამ ფსიქოსექსუალურ ფროიდისტულ თემას და ფსიქოლოგიურ ასპექტებს მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებისას და აი დღემდე ისევ საინტერესოა თუ გაგრძელდება კვლევა ამ კუთხით თეიმურაზის სნეულებას რა დავარქვათ შეიძლება მას უწოდოთ რაღაც ინფორმაციული ნევროზი რაც თეიმურაზს ჭირს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს სინდრომი რასაც ამ პერსონაჟის ირგვლივ აღწერს ავტორი აქტუალურია დღეს აი ძალიან საინტერესოა მაგ კუთხით იმას რო იპოვის საბუთებს რო იპოვის სხვენზე და 10 წელი შეალიაო მე ესე მახსოვს ახლა ზუსტად შეიძლება არ მახსოვდეს მაგრამ მგონია რომ ესეა და საბოლოო ჯამშიო ეს აღმოჩნდაო სრულიად არაფრის მომცემი რაღაც უთაუბოლო დავაო ხევის თავებისაო ვიღაც სხვა ადამიანებთან ამაოდ ირჯება ამაოდ დამაშრალია 10 წელი ესეთი ვნებით და თავგადაკლით რო იკვლევდა აი ამ ნაწერებს უცებ აღმოჩნდა რომ არაფერი თურმე ის არ არის არა და ამაზე ამყარებდა ხო იმეც რომ ეს უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრების საქმე და რაღაცა საოცრება უნდა იმიტომ რომ ამ ყველაფერმა მას შეიძლება მისი წარმოდგენით უდიდესი სახელი მოუტანოს და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელის
ცოცხალი ენციკლოპედია, როცა შეარქვეს ეს ძალიან მოსწონს მას, როცა მას ყველაზე ნასწავლ და ჭკვიან და ნაკითხკაცად თვლიან, ესეც მოსწონს და მას მოსწონს ის სახელი, რომელიც მინდა ინფორმაცია არის, არა სიღრმისეულ ცოდნას, არა დაუფლებულ რაიმე პროფესიას და სფეროს უკავშირდება, არამედ მოსწონს სახელი. საგაზეთო სახელი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია დღეს. თანამედროვე ახალგაზრდები აი პოლიტიკის ასე ვთქვათ ბილიკებზე შემდგარნი როგორ ხშირად მახსენდება სამწუხაროდ ეს პერსონაჟი და არ მინდა რომ თეიმურაზ ხევის თავის აი ზიგზაგი გზამ ამაოდ დაშრომისა და ფსევდო გარკვეული ღირებულებების და ორიენტირებისა რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი სიმდიდრეა როცა გვაქვს ლიტერატურაში ისეთი სახელმძღვანელო და ისეთი ტექსტი რომელიც გვაძლევს პირდაპირ ამ გამაფრთხილებელ მატრიცას და მოდელს პერსონაჟის და საოცარი მომენტი დგას თეიმურაზი მას ეხება გარშემო ყველა რომ გაიგონ მისგან რაღაც ინფორმაცია და ვინ არის ეს გარშემოხვეული ხალხი ეს არის ძილმორეული კულტურული საზოგადოება და თეიმურაზი რომელიც წერს გაზეთს წერს წერილს კალამი სუბუქი და ხალისიანი ჰქონდა, მაგრამ შინაარსი რასაც უტრიალებდა ეს კალამი და რასაც აწვდიდა მკითხველს ეს იყო აბსოლუტური სიცრუე. ჯაყოს ტყუილებზე დაფუძნებული ამბები თეიმურაზმა აკინძა და გვარიანი წერილი გამოაცხო და გაზეთში დაბეჭდა. თეიმურაზი თავს იტყუებს ჯაყოს ტყუილებით არის გაბერილი. თავის მხრივ თეიმურაზი ატყუებს საზოგადოებას და ეს საზოგადოებაც თავს იტყუებს თეიმურაზის ასე ვთქვათ, წერილებს რომ კითხულობს. სტილი როგორია მისი მიმართვა ჯაყოსადმი, განსაკუთრებით როდესაც არიგებს, რომ ტკბება ამ თავისი უპირატესობით, აი ამ ადამიანთა თავისი ესე ვთქვათ, ინტელექტუალური უპირატესობით და ძალიან ბრძნული სახით აძლევს ჯაყოს დარიგებებს, რომელსაც ახლა თუ ოდნავ მაინც დაფიქსდება, მაშინ უნდა მიხვდეს, რომ ახლა ჯაყოს დიდად არ ინტერესებს. ამეცადინებს ბრჭყალებში როგორია გამოგონებები, რომ სტეფენსონმა ორთქმავალი გამოგიგონა, ლუკა პაჩიოლამ გამოიგონა ბუღალტერია და როცა მივა საქმე ღერძამდე, რომ დედამიწა ღერძის ირგვლივ ტრიალებს, აი აქ ჯაყო მას დასცინის, რომ მას ტვინში აქვს თვითონ თეიმურაზ ღერძი. აი ესეც არის მარგალიტი, რომელიც დაფენილია უცმინდურის წინაშე. ასე ესეც ამ მარგალიტის ფრქვევა თეიმურაზმა არის ეს ცოდნა ვის გაუზიაროს ვისთან წარმოაჩინოს თეიმურაზმა იცის რა მაგრამ არასოდეს არ იცის როგორ ამ ხრივ თეიმურაზის მდგომარეობა მწერალმა გამოკვეთა სახარებისეულ წიგნობრებთან მიმართებით. მათ ეს თავში 23 თავში პირდაპირ არის აი ჩამოთვლილი, ჩამოწერილი, რატომ იმსახურებენ ვაებას მაცხოვრისგან, ვაი თქვენ და წიგნობარნობა და ფარისეველნო. ნუ გასაგებია ახლა დისკურსში არ შევალ სახარებისეული წიგნობრებისა და ფარისებლების, ასე ვთქვათ, მათი საქმიანობის და ასე შემდეგ ეს ძალიან კარგად არის ცნობილი. თეიმურაზთან მიმართებით უფრო აქტუალურია მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ წიგნობარნი მათ ახასიათებთ ასეთ მდგომარეობა, ისინი თქვიან და არ აკვიან. ისინი ამბობენ, მაგრამ ვერ აკეთებენ. დიახ. მიხეილ ჯავახიშვილის უბისტის ნაკების ჩანაწერებში გვხვდება ღმერთი, რომ ხალხის დასჯას მოინდომებს, მართლად მწიგნობარს მოუვლენს. აი ეს მწიგნობარი ფუყემ ჩატეცოდნით. ზერელეს ზედაპირული საგაზეთო და ბროშურებით მოპოვებული, ასე ვთქვათ, ცოდნით. თეიმურაზი თვითონაც დამტკბარი ამ ცოდნით და სხვისთვისაც ასე ამ ზედაპირული ზერელი ცოდნის გამზიარებელი. თეიმურაზი, რომელიც არის არ შემდგარი ვექილი. მის კარს ვექილია წერია, რომ ის არის ადვოკატი, ვექილი თეიმურაზ ხევისთავი, მაგრამ ვაი იმას, ვინც საქმეს მას მიანდობს, ვაი იმას, ვინც წიგნობარს მიანდობს რაიმე საქმე სასამართლოში. თეიმურაზი ვერასოდეს ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს. სიტყვისა და საქმის გახლეჩა, სიტყვით, ასე ვთქვათ, ერთი და საქმით სხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ქართული ლიტერატურა მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნისაც ამ ასე ვთქვათ, მანკიერ მდგომარეობას ადამიანისას ძალიან ინტენსიურად იკვლევს და უტრიალებს.